აი გამოჩნდა პლანეტა დედამიწა. აქ უნდა დავსახლდეთ. ჯერ კარგი ადგილები შევარჩიოთ, მერე დანარჩენებიც ჩამოვიყვანოთ და დავასახლოთ. ხო, მაგრამ მიგვიღებენ? რას ქვია არ მიგვიღებენ? ჩინეთის კედელი ჩვენ ავუშენეთ. სფინქსი და პირამიდები ჩვენ ავუშენეთ. ცეცხლი და ბორბალი ჩვენ მივეცით. პაატა ზაქარეიშვილი ჩვენ მივეცით. გადაყოლილები ვართ თან და ასეთი უმადურები როგორ იქნებიან? ორი შებეთი შებეთობე, სემ შებეთი შებეთობე, ოთხ შებეთი შებეთობე, ხუთი შებეთი შებეთ. მოკლედ რა კარგი სიმღერა დავწერე რა. ნამდვილი პოეტი ვარ. გენაცვლე დიჯგვინეთავში. აბა რა, სოსო ისეთი მაგარი პოეტი ხარ შენ ახლა კერის სოფას კი არა დაწმიდას თუ დაალაგებდე, ჩემი დედას მეწავადო. ვაიმე დედა. დაწეკინო და დაწეკი და ისე უფრო აიღებდო, ჩემი დედას მეწავარ. რო დავწვე დამეძინება. მერე დაიძინე ნოდარა, იქნება სიზმარში მაინც ნახო გამყადებული ლარი. რა მაგრად ვიმასყრე? ისე კიდალევდა ახაკაცი. რასა თქვენ რო ლაპარაკობთ აქ? სალაპარაკოთ გძალიათ? ბატონმა ბიძინიმ რომ ბძანა ეზოდა მილაგეთო. ეზოდა ალაგეთო. ხომ გაიგონეთ თქვენ კიდო? იფი რა კარგი დავალაგეთ ეზო, იფი მაგარი დავალაგეთ. ბიძინას ერთ ნათქვამზე თუ ასე უცებ დაალაგეთ ამ ხელა ეზო, ნეტავი მაკაც ერთხელ ისი წამოწდეს ქვეყანა დაალაგეთო. ვაი, მანამდე არ გეტყიდა აფერი ზახარიჩმა აი ბიძინას არ წამოწდეს. ვაიმე, რა ლამაზია დასუფთავებული ეზო. ვეთყვი ახლა ჩემ ბრძანებელს და გავუხარებ სათუდგულს. ნოდარი ბიჭო. გადადი ხის ქვეშ. ხო ხედავ მზე მოგადგა. ნარმანია, რატო აგდია იმ კუთხეში პლასმასის ბოთლი, ნუ? ხახ, нет, ამან კიდო სადაინახე ეს ბოთლი. ვაიმე, ნარმანია, ბევრს ნუ ლაპარაკობ შენ. მე ტანი მაქვს პინგვინის თორემ, თვალნი მაქვს ქორებულ მხედავნი, ზედ მუხლნი შავარდნისანი. ვაიმე, რა არის ეს? ვაიმე, ბრძანებელო, გამოდით აივანზე. აპოკალიფსი იწყება თუ რა არის ეს? ნუ გეშინია რეზიკო. ეგ გარე ფაქტორების ბრალი იქნება კაცო. დედა, რა არის ეს? ფრინავი საინი ავითომ? რა არის რეზიკო, რა დააკვირდი? საინი რა არის, ჩემი დედას მეწავა. რა სიტყვებს ამბო, ბატონო ბიძო. შენ ბიჭო ქართველი არა ხარ? საინი ანუ თეფში. სუფთა ლიტერატურული ემები ხო? უი, რამხელა თეფშია. რამდენი ხაშლამა ჩაეტევა? აი, ნიამ. სოსო, რა საკეთებ? გამოდით, ელმა არ დაკარცხეს, ჩემი დედას მეწავადო. ეს ამხელა რაღაცა თუ მფრინავი თეფშია? მფრინავ ყოფს ვეძებ მაშინ. გამოდი მეთქი ბიჭო აქეთ. ფრინავი ყოფზი არა, მცურავი დანაჩანგალი კიდო. მართლა რაია ბიჭო აგი? თითო დევი შოკე, კაცი. აბა ბიჭო, ეგი მართლა შოკი. რა შოკი, კაცო, უბრალოდ პატარა შოკუნიებია. მე მგონი ჩემიანებია. ადამიანებო, სასწრაფოდ დაცალეთ სახლები და დატოვეთ ტერიტორია. დღეიდან აქ ჩვენი რასა, ზმუკები დასახლდებიან. ვაი, შენ და ზმუკი, დატოვეთ მეთქი ტერიტორია. სასწრაფოდ დატოვე სახლი და წადი აქედან. სად მაქვს სახლი მეუბედურს, ერთი გაჭირებული კაცი ვარ. ამ ცხოველების გარდა არაფერი გამაჩნია. შემიბრალეთ. წავედით, ეს მართლად აქცეული ყოფილა. რაღაც მწვანე ქაღალდებს ტენის ხუთებში. წავიდეთ, შეძლებულებს შევესიოთ. როგორი გენიოსი ხართ მბრძანებელო? საიდან მოგაფიქრდათ ასეთი რაღაცა, ნუ? აი ამიტომ ხშირად უნდა წაიგიხოთ მეგობრებო, დათა თუთაშხიას მეორე სერია. იქ ნათლად წერია თუ როგორ შეაწოდებს თავს თუთაშხიას ბრძენი იპოლიტე. მაი მეც ვიცი, 7 სერიანი წიგნია. საღა, ჩემი მშობლიური ქერისუბანი. იყო ქერისუბანი, გახდა ზმუკისუბანი.
ზმუკი და ჭირი მაგნებს კიდო. ისე ნეტა მაგეთ შვილებს რა ქვიათ? ზმუკუტუნები? Რაღაცინებს, ჩემი დედასპეცა ვარ. ქერის უბრის 20% ოკუპირებული აქვს ვიღაც ზმუკებს და ნეტავ ბატონი ბიძინა სად არის და როგორ არის? ალბათ ზმუკებმა ტყვედა იყვანეს. ეგ არის ჯავრო. ბატონი ბიძინი ისეთი ასრაუმნი ტიპია, რომ რაღაცას მოიფიქრებდა. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ ხალხო. ასე ხომ არ ვიცხოვრებთ ტყეში, როგორმე უნდა გავყაროთ ის ზმუკები და ჩვენი უბანი დავიბრუნოთ. მე მაქვს მაგარი იდეა. აი ჯოხი და აი მიწა. მერე ჯოხით მიწაზე დავხაზოთ გეგმა. რა გეგმა დავხაზოთ? ახლა ყველაფერს მე ხوار გავაკეთებ. დანარჩენი თქვენ მოიფიქრეთ. მე მაქვს ზმუკების დამარცხების გეგმა. ჩვენ გადაგვარჩენს რემბო. აი ისიც. მიტნეთელი და აბა, რატო დამიძახეთ? ქერის უბანს უცხო პლანეტელები დაეპატრონენ. შენ დაამარცხე ისინი და ლოგიკურად სახლებში დაგვაბრუნეს უყველა ადეკვატი და ისინი დაგვაბრუნეს სახლებში დაგვაბრუნეს სახლებში. აუ თქვენ თუ მაგას გააკეთებთ ხალბატონი თინით, თქვენი მადლობლები ვიქნებით ყველა მე ვიყო. მე ვიყო რა ჩვენ ვიყოთ. მერე ამ წვრილმანების გამო მომაცდინეთ? რამდენი არიან? 3-ზე მეტი. ბევრი. კარგი, წავედი. ოპერაცია ზმუკი დაიწყო. ამ ბრძოლას შენ გიზღვნი. ფისო. ვინ ხართ და რა გინდათ? ზმუკები ვართ სატურნიდან. აქ ცხოვრება გვინდა. და რატო მაინც და მაინც აქ? იმიტომ რომ ჩვენ ადრე აქ ცხოვრობდით. ჩვენ ავაშენეთ ალექსანდრიის შუქურა, ეგვიპტის პირამიდები, ზევსის ქანდაკება, როდოსის კოლოსი და კიდევ ბევრი საოცრება ავაშენეთ. თითო აგენი ნაციონალები ყოფილა. მერი ამისთვის გვებძოდით? კი ბატონო, იცხოვრეთ ოღონდ ჯერ ბრძანებელთანადით. ის გაგაცნობთ აქ ცხოვრების პირობებს, გასაგებია? აი სადაერხათ საწოდავს ზმუკებს. აგენს ნეტას ღაპრები თუ აქვენ? რა ვიცი, არა მგონი. ხო და ახლა ეკნებათ. არ გვინდა ბატონო რაია ფიფული, რისასი ქარხანა, ესენი ვინ ყოფილან? დავაი დროზე სხვა galaktikაში მოვხიოთ. წამოდით ხალხო, თქვენც წაგიყვანთ. რა უთხარი ეგეთი, ჩემი დედასპეცა ვარ. რა უთხარი და ზმუკი. გობდან სალაბარაგოთ გძალიათ. ბატონმა ბიძინიმ რომ ბძანა ეზოდა მილაგეთო. ეზოდა ალაგეთო. ხომ გაიგონეთ თქვენ კიდო? იფი რა კარგად დავალაგეთ ეზო, იფი მაგარი დავალაგეთ. ბიძინას ერთ ნათქვამზე თუ ასე უცებ დაალაგეთ ამ ხელეზო, ნეტავი მაკაც ერთხელ ისი წამოწდეს, ქვეყანა დაალაგეთო. ვაი, მანამდე არ გეტყიდა აფერი ზახარიჩ მაიბიძინას არ წამოწდეს. ვაიმე, რა ლამაზია დასუფთავებული ეზო. ვეთყვი ახლა ჩემ ბრძანებელს და გავუხარებ სათუდგულს. ნოდარი ბიჭო. გადადი ხის ქვეშ. ხო ხედავ მზე მოგადგა. მე ნორმალია, რატო აგდია იმ კუთხეში პლასმასის ბოთლი, ნუ? ხახ, нет, ამან კიდო სადაინახე ეს ბოთლი. ვიმე, ნორმალია, ბევრს ნუ ლაპარაკობ შენ. მე ტანი მაქვს პინგვინის თორემ, თვალნი მაქვს ქორებულ მხედავნი, ზედ მუხლნი შავარდნისანი. ვაიმე, რა არის ეს? კვიცერიანი წიგნია. საღა, ჩემი მშობლიური ქერისუბანი. იყო ქერისუბანი, გახდა ზმუკისუბანი. ზმუკი და ჭირი მაგნებს კიდო. ისე ნეტა მაგეთ შვილებს რა ქვიათ? ზმუკუტუნები? რაღაცინებს, ჩემი დედასპეცა ვარ. ქერის უბრის 20% ოკუპირებული აქვს ვიღაც ზმუკებს და ნეტავ ბატონი ბიძინა სად არის და როგორ არის? ალბათ ზმუკებმა ტყვედა იყვანეს. ეგ არის ჯავრო. ბატონი ბიძინი ისეთი ასრაუმნი ტიპია, რომ რაღაცას მოიფიქრებდა. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ ხალხო. ასე ხომ არ ვიცხოვრებთ ტყეში, როგორმე უნდა გავყაროთ ის ზმუკები და ჩვენი უბანი დავიბრუნოთ. მე მაქვს მაგარი იდეა. აი ჯოხი და აი მიწა. მერე ჯოხით მიწაზე დავხაზოთ გეგმა. რა გეგმა დავხაზოთ? ახლა ყველაფერს მე ხوار გავაკეთებ. დანარჩენი თქვენ მოიფიქრეთ. მე მაქვს ზმუკების დამარცხების გეგმა.
ჩვენ გადაგვარჩენს რემბო. აი ისიც. ნეტელიდო. აბა, რატო დამიძახეთ? ქერის უბანს უცხო პლანეტელები დაეპატრონეს. მე მგონი ჩემიანებია. ადამიანებო, სასწრაფოდ დაცალეთ სახლები და დატოვეთ ტერიტორია. დღეიდან აქ ჩვენი რასა, ზმუკები დასახლდებიან. ვაი, შენ და ზმუკი, დატოვეთ მეთქი ტერიტორია. სასწრაფოდ დატოვე სახლი და წადი აქედან. სად მაქვს სახლი მეუბედურს? ერთი გაჭირებული კაცი ვარ. ამ ცხოველების გარდა არაფერი გამაჩნია. შემიბრალეთ. წავედით, ეს მართლად აქცეული ყოფილა. რაღაც მწვანე ქაღალდებს ტენის ხუთებში. წავიდეთ, შეძლებულებს შევესიოთ. როგორი გენიოსი ხართ მბრძანებელო? საიდან მოგაფიქრდათ ასეთი რაღაცა, ნუ? აი ამიტომ ხშირად უნდა წაიგიხოთ მეგობრებო, დათა თუთაშხიას მეორე სერია. იქ ნათლად წერია თუ როგორ შეაწოდებს თავს თუთაშხიას ბრძენი იპოლიტე. მაი მეც ვიცი. აი გამოჩნდა პლანეტა დედამიწა. აქ უნდა დავსახლდეთ. ჯერ კარგი ადგილები შევარჩიოთ, მერე დანარჩენებიც ჩამოვიყვანოთ და დავასახლოთ. ხო, მაგრამ მიგვიღებენ? რას ქვია არ მიგვიღებენ? ჩინეთის კედელი ჩვენ ავუშენეთ. სფინქსი და პირამიდები ჩვენ ავუშენეთ. ცეცხლი და ბორბალი ჩვენ მივეცით. პაატა ზაქარეიშვილი ჩვენ მივეცით. გადაყოლილები ვართ თან და ასეთი უმადურები როგორ იქნებიან? ორი შებეთი შებეთობე, სემ შებეთი შებეთობე, ოთხ შებეთი შებეთობე, ხუთი შებეთი შებეთ. მოკლედ რა კარგი სიმღერა დავწერე რა. ნამდვილი პოეტი ვარ. გენაცვლე დიჯგვინეთავში. აბა რა, სოსო ისეთი მაგარი პოეტი ხარ შენ ახლა ქერის სოფას კი არა თაწმიდას თუ დაალაგებდე. ჩემი დედას მეწავადო. ვაიმე დედა. დაწეკინო და დაწეკი და ისე უფრო აიღებდო. ჩემი დედას მეწავარ. რო დავწვე დამეძინება. მერე დაიძინე ნოდარა, იქნება სიზმარში მაინც ნახო გამყადებული ლარი. რა მაგრად ვიმასყრე? ისე კიდალევდა ახაკაცი. რასაათ ქეროლაბარ? ვაიმე მბრძანებელო, გამოდით აივანზე. აპოკალიფსი იწყება თუ რა არის ეს? ნუ გეშინია რეზიკო. ეგ გარე ფაქტორების ბრალი იქნება კაცო. დედა, რა არის ეს? ფრინავი საინი ავითო? რა არის რეზიკო, რა დააკვირდი? საინი რა არის? ჩემი დედას მეწავა. რა სიტყვებს ამბო, ბატონო ბიძო? შენ ბიძო ქართველი არა ხარ? საინი ანუ თებში. სუფთა ლიტერატურული ემები ხო? რამხელა თებშია. რამდენი ხაშლამა ჩაეტევა? ნიამ. სოსო, რა საკეთებ? გამოდით, ელმა არ დაკარცხეს, ჩემი დედას მეწავადო. ეს ამხელა რაღაცა თუ მფრინავი თებშია? მფრინავ ყოფს ვეძებ მაშინ. გამოდი მეთქი ბიჭო აქეთ. ფრინავი ყოფზი არა, მცურავი დანაჩანგალი კიდო. მართლა რაია ბიჭო აგი? თითო დევიშოკე, კაცი. აბა ბიჭო, ეგი მართლა შოკი. რა შოკი, კაცო? უბრალოდ პატარა შოკუნიებია.